მოგესალმებით TS სპორტის მაყურებლებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორტონაში, მადლობა მათ მასპინძლობისთვის. ჩვენთან ერთად დღეს იქნება ნოდარ სიმსივე, ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი და დღეს ვისაუბრებთ ძალიან ბევრ საინტერესო სპორტულ, განსაკუთრებით ფეხბურთის ამბებზე. გეტყვით იმას, რომ ძალიან გემრიელი ლუდით გვიმასპინძლდება ასევე ორტონა, კრაფტ-ლუდი, რომელიც ადგილზე იხარშება და გაფილტრული არ აქვს მნიშვნელობა, საოცარი ლუდია, ყველას გირჩევთ, კი, ყველას გირჩევთ აუცილებლად, თან ფეხბურთს განსაკუთრებით უხდება, ეს გარემო კიდევ უფრო მეტად უხდება, ეს ამბავიც ძალიან უხდება და ამას ვუწოდე გვარდიოლას ბარსელონა. კი, ნოდარმა ეგრევე მაგარი შეფასება მიცა ამ ყველაფერს. ნოდარ, მოდი დავიწყოთ ახლა საუბარი. ფეხბურთზე ვისაუბროთ და პირველ რიგში ნაკრების თამაშები გქონდა რამდენიმე კვირის წინ. ძალიან საინტერესო თამაშები გამოვიდა იმ ხრივ, რომ ახალი ტაქტიკა მოსინჯა სანიომ. სანამ ამ ტაქტიკაზე ვისაუბრებთ, შენ როგორ შეაფასებ უშუალოდ თამაშებს და რისთვის იყო ეს მატჩები მნიშვნელოვანი გარდა იმისა, რომ ბელგიაში ადგილი შევინარჩუნე. კი ბატონო. მე მინდა ჯერ პირველ რიგში სხვანაირად დავიწყო და სხვა ნაკრებზე მინდა დავიწყო. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მომიწვიე. სხვა ნაკრები რა არ დავაბნიოთ ეხლა ჩვენი მაყურებელი, თქვენი მაყურებელი გამომწერები. შენზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, მადლობა რომ მომიწვიე. ნაკრები იმიტომ ვთქვი რომ ნაკრები იკვრება კაი ხასიათის ხალხისგან, ხო? ნიჭიერი ადამიანისგან, ბუნებით რო კეთილია, არაინტრიგანი და ეგეთი ადამიანი ხარ შენი ოპერატორი და სანაკრებო ხალხი ხარ. მოკლედ აი გუნდური ხალხი ხარ და ძალიან მიხარია ყოველთვის და სხვათა შორის ჩვენ ერთად კარგად გვაქვს დაცდილი გადაცემაში ყოფნა განსაკუთრებით რა თქმა უნდა ერთადერთი აი ეს დღე უნდა გავიხსენოთ ერთადერთი და ყველაზე მაგარი როდესაც საბერძნეთის თამაშის დღეს დილით მოვედი შენთან გადაცემაში და მაშინ ვიძახდით რომ აი უეჭველე აი გული მიგიწო სრულწმენებზე ვისაუბრეთ ძალიან კარგი ეთერი იყო იმიტომ არ გეუბნები ახლა აქრობა რა რომ აი ის გული რო კარნახობს ტაქტიკას თავი დავანებოთ რა სიღრმეებს წასვლას ერთს ვამბობდი მახსოვს რომ ეს არ გიღალატებს რა ეს რასაც გრძნობ აი აქედან რაც მოდის რა დარტყმაც მოდის ეს ამართლებს რა ისე მჯეროდა მაშინ და გაამართლა და დარწმუნებული ვარ კარგი ფეხი მაქვს და მადლობა ძალიან დიდი. ხა ვერ ვიტყვი რომ პაჭუ ვარ მეთქი მაშინ ვარ რა იღვლიანი ხარ ჩვენთვის ყველა შემთხვევაში და კარგი კაცი ხარ და კარგი გარემოც შეარჩიე. მადლობა ძალიან დიდი შენ ამისთვის. კი, ნამდვილად. ეხლა დავიწყო. ხო, ნაკრებზე ვთქვათ, რამდენად იყო მნიშვნელოვანი ეს ორი თამაში, ბელგიას დარჩენა უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ფსიქოლოგიური კუთხით, მნიშვნელობით, მაინც კავკასიური დერბის სახელით მოინაცვლა და ხო, კარგია რომ ეგ ააკეთებს. კი. ეხლა ნახე რატო იყო პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეს მატჩი. როგორც კი გაირკვა რომ ჩვენ უნდა გვეთამაშა სომხეთის ნაკრებთან ნუ ეწყინებათ სომხეთის გულშემატკივრებს ჩვენთან ბევრია ხო ახლა თბილისში და მრავლად არიან და მეგობრები ყავს და ახლა ფეხბურთზე ვლაპარაკობ. ნახე მე დამაინტერესა და ველოდი ამ თამაშს განსაკუთრებით რატომ იცი ახლა სომხეთის ნაკრებს კარგი დღე არ უდგას ჩვენ მატჩამდეც ბოლო რამდენიმე წელი ასე მე მაინტერესებდა ჩვენი ნაკრები ისევ იყო თუ არა იდგა თუ არა იმ საფეხურზე რასაც ქვია ასეთ გუნდებთან პირველ ნომრად თამაში. ჩვენმა ნაკრებმა საბედნიეროდ და ყოველთვის ამას ვიძახი, ჩვენმა ნაკრებმა ისწავლა პირველ ნომრად თამაში მსგავს ნაკრებებთან, რაც ადრე არ იყო. ჩვენ გვინახავს რომ მოუგებდით, თქვა, პირობითად მოდი ავიღოთ აი შოტლანდიის დარ ნაკრებს, ხო, მოუგებდით და მე შეგეძლო თბილისში წაგეგო ლიეტუვასთან მაგალითად. წაგეგო მსგავს ნაკრებებს და რომელიც არაფრით გამორჩეული არ იყო არც ლატვია, არც ლიეტუვა, მოკლედ რა, ლიტვა და ასე შემდეგ. ამ ნაკრებმა ისწავლა ეს. ამ ნაკრებმა გადალახა ის წნეხი, ფსიქოლოგიური წნეხი, რასაც ქვია აი ეს პირველ ნომრად თამაში ძალიან რთულია. ბევრ ნაკრებს უჭირს სტადიონზე მიდის მაყურებელი, შენ გადიხარ მოედანზე და იცი რომ ეს მაყურებელი ითხოვს მარტო მოგებას კი არა, ითხოვს შენგან ბურთის კონტროლს, მოედანზე დომინირებას, შენგან ითხოვს პირველ ნომრად თამაშს. აი ეს წნეხი რომ ამას რო გაუძლო, შენ ძალიან დიდი დრო ჭირდება. ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა კარგად იმუშავა ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ ესე დავღვინდით. ასე რომ მე მაგ კუთხით ხვდები, აი სულ ვამბობ ხოლმე ევროპაზე სანამ წავიდოდით, მონტენეგროსთან მატჩი იყო, ბოდიში მონტენეგროსთან იყო ამხანაგური რა ვითამაშე. აი მონტენეგროსთან დავაკვირდი, მანამდეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით მონტენეგროსთან თან გასვლაზე
იმ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენ რო ბურთი ვაკონტროლებთ, ჩვენ რო იქ უბურთოთ რა კარგად ისწავლეს უკვე ბიჭებმა სწორი სირბილი, ხო, ერთად. ერთია სხვადასხვა კლუბში თვითონ რას აკეთებენ, მაგრამ ერთ ორგანიზმად არიან. კი, ზუსტად წინეო რა. და აი ესე როგორ ამოდიან, როგორ კარგად კუმშავენ იქ, ხო, მეტოქის ნახევარზე შეუძლიათ სივრცეების გადაკეთა. ეს ყველაფერი იმ მატჩიდან განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ჩვენი დონის შესაძლოა, ვთქვათ, ჩვენზე, ვთქვათ, ოდნავ ძლიერი მეტოქეც კი მაგალითად ჩეხეთთან რაც მოხდა ხო თბილისში ვნახეთ როგორ ვითამაშეთ ხო შეგვიძლია უკვე სხვა სიმაღლეზე თამაში ეს ნაკრები სენსაციის ნაკრები სენსაციების შემქმნელი ნაკრები იმ კუთხით ვამბობ არ არის რასაც ქვია ვიღაცა სუსტ გუნდთან წაგება სომხეთის ნაკრების თან მოგება საჭირო იყო ჩემი აზრით სწორედ იმიტომ რომ ჩვენ თავში დავრწმუნებულიყავით იმ 4 ცუდი თამაშის მერე რომ ჩვენც პრობლემა არაფერი არ არის. უბრალოდ არ წავიდა ის ორი თვე ფეხბურთი ისე ჩვენ როგორც გვინდოდა. ჩვენ სომხეთთან გამარჯვება, იმიტომ გვჭირდებოდა რომ ჩვენ ფეხბურთელებს კარგი სტატისტიკა შეექმნათ, გუნდებში დაბრუნებულიყვნენ ამაყები. იმ კვირაშივე პაოკში გაოფიციალდა გუგეშას ტრანსფერი, ქოჩორას ტრანსფერი სპორტინგში გაოფიციალდა. ეს სანაკრებო ბიოგრაფია, ასე რომ ვთქვა და CV ყველა სჭირდება და მსგავს თამაშები უნდა გამოვიყენოთ რა. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ესპანეთს უნდა მოუგოთ ხვალ აუცილებლად. ხო, თორე აი ნახე კარგი რაღაც თქვი რა. ამას რო ვამბობ და ვამბობთ ხო გონიათ რომ ჩვენ არ გვინდა რომ მოუგოთ. მაგრამ ხა რეალურად ხო უნდა დავეშვათ რა სადღაც ფეხი ხო უნდა დავადგათ მიწას ხა სურვილი ერთია მაგრამ რეალობა მეორე როგორ მახსოვს ხა იგივე იმ ევროპის ჩემპიონატზე ერთად ვიყავით მამარდა გამოვიდა ესპანეთის თამაშის მერე და ეგრევე თქვა როდის თქვა ეს ნაკრები გახდება წელს ევროპის ჩემპიონიო რა ყველა დარწმუნებულები ვიყავით რა მაგაში ხო და ნახე ის ხარისხი რაც დაიდო ხო არ აგძელებდი რა არა ის ხარისხი აი ნახე სომხეთის ნაკრებთან თამაში ახსენებ ლაპარაკობდით მაგაზე ერთა ლიგის მატჩები თქვა იგივე ჩეხეთთან მერე რაც დაგვემართა ხო და ვეღარ მოვიგეთ თამაშები არა ჩვენ რეალურად ყველა აი ეს სანიოლის მოსulis პირველივე დღიდან და ვიტყვი რომ ერთადერთი მწვრთნელია და ნურავის მოეწყინება ვინც ვისის პრესკონფერენციაზე ნათქვამის სიტყვებიც არ დარჩა მარტო პრესის ფურცლებზე ამხანაგურია ერთა ლიგის მატჩია ის მატჩია ეს მატჩია ყველაფერს იყენებს ზუსტად სამომავლო თამაშისთვის მეც მათ შორის ვიყავი და ადრეს მithkoms და კიდევ გავიმეორებ რომ ესპანეთთან და სხვა ნაკრებებთან რომ დაალაგა ექსპერიმენტები რომ ჩაატარა და ჩვენი ჩემპიონატიდან 6 კაცი თუ 7 კაცი იყო ხო მეც ვთქვი რომ მეთქი რას გვერდჩის ეხლა კარგი რა მაგრამ მე ნახეთ სიმგონებაზე რომ გადავხედე მოცა იმ ესპანეთთან საბრძოლო შემადგენლობით მოიგებდი ეხლა გუწევა ხო ნახე რა ქნა ამით ხო ექსპერიმენტი ჩაატარა ვისთან თუ არა ესპანეთის ნაკრებთან რომ რეალურად შენი რაღაცა ძალები შეხედო რა შეგვიძლია ბაძლიერ გუნდთან ისე გააკეთა პირველივე შესარჩევიდან ისე მიღვა ნაკრების მშენებლობას რომ შენ დღეს აგერ რომ ლაპარაკობთ სომხეთთან და შენზე სუსტ ნაკრებებთან შედარებით სუსტებთან შენი დონის ნაკრებებთანაც ნომერ პირველ შეგიძლია თამაში პირველ ნომრად შეგიძლია თამაში და მოიგო და უკვე შენ მაყურებელი მაგას გთხოვს ამას მივახციეთ ხდები უბრალოდ რაღაცა ჭიდაობა გრანდებთან ამ ეტაპზე როდესაც ჯერ შენ აშენებ გუნდს და შეკრა ძალიან არარეალური იყო და დრო იკარგებოდა როგორც ამას წინა შესარჩევებში ვაკეთებდით. მოდი ერთ თემაზე მინდა კიდე გადავიდეთ აქვე ძალიან ახლო თემა სანიოს კითხე პრეს კონფერენციაზე რომ მეთქი რატო არ არის ნაკრებში კვირკველია და გველესიანი გამოძახებული და რატო არის ლაცაბიძე ეს ხო არნიშნავს იმას რომ ნაკრები გაახალგაზრდობებისკენ მიდის იქაც სადაც ყველაზე მეტად ასაკისხრივ უფროსი თაობა გვყავდა მეთქი და კი ზუსტად მაგას მეუბნება მაგას ვფიქრობდიო და მაგითო გავაკეთეთ ეს ყველაფერიო რა ეხლა მაინტერესებს შენი აზრი კი გავიგე რომ იგივე გველესიანი კვირკველია რაღაც მომენტში ნაკრებს დატოვებენ დაასრულებენ სანაკრებო კარიერას მადლობა მათ ხო ასაკის თემა კი მაგრამ რას ვიზავთ ესე ხდება რამდენად მოგწონს რომ ამ შემთხვევაში გადავიდეთ უკვე 4-მცველიან ტაქტიკაზე რამდენად ხედავ რესურსს ამ ყველაფრისას რა ნახე რესურსი არიან ეს ახალგაზრდა ბიჭები ვინც ცენტრალური მცველები არიან დღეს და ფანგის ხო რამდენად არის მაგის რასო 4-მცველიან ტაქტიკით თამაში იმიტომ რომ ნახეთ რომ 5-მცველიან ტაქტიკით მართლა გამართლებული იყო ნაკრების თამაში იმიტომ რომ ქონდა გარკვეული პრობლემები ხო აქვე გეტყვი მეტოქეს გააჩნია ხო აი ხა მაგალითად მაგიტომ მომწონს ბიჭო სანიოლის მithumetes ევროპამდე და ეხლაც აი რო უყურებ მithumetes ევროპაზე რაც ქნა ხო ნახე
ამ ხანაგურებს ადრე თამაშობდით როგორც ფინალს. ექსპერიმენტს არავინ ატარებდა, იმიტომ რომ ხალხი ითხოვდა რომ ამ ხანაგურია ესტონეთია, ის არის მალტა, ხო გახსოვს მალტასთან თბილისში ბოლო წამებზე, უნდა მოვიგოთ. არა, ეგ ვერ ბედავდნენ ექსპერიმენტების ჩატარებას და საბრძოლო აი რა ტაქტიკით მთელი შესარჩევი უნდა ითამაშოთ ეგრე. მე ამის ეს მომწონს სანიოლის რომ ნახდათ აკეთებს ექსპერიმენტებს. და სომხეთთან რო 4 წელიანი ტაქტიკით ვითამაშეთ, გასაგები და მომეწონა რომ ესე იგი ასეთ ნაკრებებთან, მსგავს ნაკრებებთან შეგვიძლია ჩვენ გავრისკოთ და ვითამაშოთ ესე და გასარიცხიც იდეაში არაფერი არის, იმიტომ რომ ბუნებრივია ვერც გიტევდა ის და ვერც გაწუხებდა, ერთხელ შეგაწუხა და გაგვიტანა სხვა შორის ძალიან კაი გოლი ყველა ვნახეთ, მაგრამ აი იცი რა უნდა ვნახოთ რა იდეაში ხა რო უყურებ რესურს თითქოს არის ხო მე ძალიან მომწონს გოგლიჩა რა თუნდა მაგას ლაპარაკი ძალიან გამისწორდა და მე სიამონე აზაროვის ჩართვა და დაბრუნება მარცხენა ფრთაზე მომწონს შენგელია როცა არის თქვა მარცხენა ფრთაზე ძალიან მომწონს გოჩოლეიშვილი როდესაც არის ხოლმე ფლანგს აი ხო ხდები ერთი მეორეზე ნუ კაკაბა თავისთავად ერთი მეორეზე უკეთესები ოღონდ აქ გამოსაცდელია ნაკრები ეს აი თუნდაც როგორი ნაკრები თუნდაც რა ძალიან კარგი ნაკრებია თბილისში კი გადაუარეთ მაგრამ ჩეხეთის აი მსგავს დარ ნაკრებებთან რამდენად შევწევთ მე ძალიან მომწონს ეგ ნახე ეხლა ჩვენ უკვე სექტემბრიდან წესით ღმერთმა ქნა საზონოვიც უნდა დაგვიბრუნდეს უკვე საზონოვი უნდა საჭიროთან რამ სიმაღლეა ლაცაბიძეც უნდა მივიდეს იმ ეტაპამდე რომ რაღაც მე მგონია ამ ზაფხულს მე შახტარი უკვე პირველ გუნდში დაიტოვებს და აღარ გაანათხოვებს იგივე შეიძლება ივაგელაშვილი ვნახოთ რომელიმე კარგ გუნდში ხო ნუ ხვადაგიანი ბიჭები რა კალან ძალიან კარგი ხო აი ეს რესურსი თუ ეგრე გამოვიყენოთ რომ ჩვენ 4 ნახე ჩემი აზრით 4 მცველი რას გვაძლევს შეტევაში მეტ პოტენციალს გვაძლევს წინ მეტი კაცი გვჩება ისეთები რომელიც დაფრინავენ დვის იმედიც გვაქვს რა ბურთის დამჭერი გინდა შემქმნელი გინდა ეხა ქოჩორა რა აუცილებლად უნდა ვთქვა ქოჩორა რო გამოჩნდა და ნაკრებში ხო იყო თავიდან მარტო რა იცი აი ხმალ ამოღებული აი ესეთი ემოციური ხისტი, კაი გაგებით რა თქმა უნდა, ფეხბურთელი, რომელიც აკონტროლებდა მთლიანად ცენტრს, ხო? აი გიჟივით რა, ვენაცვალე. აი ნახე ბიჭო, რა საინტერესოდ ვითარდება ეგეთი პროგრესი ესეთ მოკლე მონაკვეთში. რავი, ნურავის ეწყინება მართლა არ მინახავს ნაკრებში. კაცი ხა 2 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, აი ესეთ სიმაღლეს თუ იყო და ისე დახვეწა და ისე იმუშავა, რომ დღეს ქოჩორა ჩემთვის მარტო სიხისტესთან არ ასოცირდება. უკვე ის რაღაცა ეფექტი, ის დიაგონალი მომენტები შეიძინა, უკვე შემოქმედიც არის, გარდა იმისა, რომ შეუძლია ვარდნაში და გადაკეტოს და დაიწყოს შეტევა. არა, აი, ისინი აქვს უკვე რა, ეფექტური მომენტები და კანკავა დაგავიწყა, ჭალებში დაგავიწყას გულისხმობ, ნერვიულობდით, რომ აი მე კანკავას მე რა იქნება? ხო, ვინ იქნება ის? ვინ იქნება და გამოჩნდა ბიჭი, თვა შეკრული, გელი რომელმაც გადაჭედა აიქაურობა მოედნის ცენტრი ჩახერგა. ნახე კიდე რა არის კი ჩვენ ნაკრებში ბუნებით ყველა ლიდერია. მაგრამ ქოჩორა გამორჩეული ლიდერია ამ ნაკრებში და სომხეთთან თუ გახსოვს თამაში დაიწყო თავიდან ცოტა პირველი 10-15 წუთი გაგვიჭირდა რა გაგვიჭირდა იცი რეალური მომენტი შექმნა კარებში დარტყმა. იქაც გოლი რო გაიტანა, თან როგორ იბძოლა იქ შეძრა, შეყოფეხი, დაარტყა, ანუ იქიდან დაარტყა მარტო ან ნახევარმცველი. იმას ამბობ, ხო, ერევნის. ხო, ერევნის თამაში გეუბნები რა. გოლი შეაგდო, ანუ ეგ იმდენად ლიდერული თვისებები აქვს ეხა უკვე რა. რომ ეგეც ძალიან გამოსაყენებელი იქნება ჩვენს ნაკრებში. მოდი სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი ნახი და ლაიქო ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები. სკაუს ფორმატში კიდევ ვინ მოვიწიოთ და არ მხოლოდ ფეხბურთზე, სხვა სპორტის სახეობებზეც ვისთან ვისაუბროთ და უფრო მეტად სიღრმეებში ჩავიდეთ, თქვენ რო გაგისწორდებათ ისე. ხო, 2 ტონა ლუდიც ვახსენოთ, 2 ტონას ლუდი, რომელიც ადგილზე იხარშება, კრაფტ ლუდია, გაფილტროც, გაუფილტროც, აზრია. აი, მე რომ მიყვარს, იმიტომ ვიღავი 2 ტონა. საოცარი ლუდია და და გარემო მოგეწონებათ აქ ძალიან. მადლობა მასპინძლობისთვის, მათ აუცილებლად. რო ჩამოვედი, ხო იცი რა მე კიბებს რო ჩამოვედი, მეთქი თეთრი ხალათი და ხო იცი ხელებს და რომ მოდი ხალო, რა გემრიელია. როა გემოვნებ დეგუსტაციას როგე. ლაბორატორიაა და თან ფეხბურთზე ისე კარგად საუბრობს აგერ ჩვენი ჯიგარიო, აი ლაბორატორიული ჩარევები მიდის თითქოს. ნუ და მოდი ახლა ვთქვათ, სანამ ახალგაზრდულზეც მინდა მე კითხო, სანამ მაგაზე ვიტყვით, ერთა ლიგა გვაქვს და უდიდესი გამოწვევა სოფლიო ჩემპიონატის ერთა ლიგა სოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გვაქვს წინ, უდიდესი გამოწვევა გვაქვს წინ. ესპანეთი, ნუ მე და შენ კი ძალიან გვიყვარს ესპანეთი და ესპანეთის ნაკრები, მაგრამ არაც და ჩვენს ნაკრებსთან დავიღალეთ უკვე, იმიტომ რომ
ვერ უცბელა დაიღალე, მე არ დავღლება, მაგრამ არა, რაც ვამბობ, ვიცი, ბოდიში რა შეგაწყვეტია. განა ის რომ ესპანეთს გულს შემატკივე ხა ვიღაცე, ხო იცი, არ ვიღებ ხოლმე ხმას ესპანეთზე დამწამეს, რომ შენო ის უფრო მეტად გიყვარს ის ნაკრები, ვიდრე კაი, მეთქი ხო, იარე დაგეწევი რა და. იცი რა არის? ჩვენ წეგან რამდენი ვილაპარაკეთ გაზრდაზე, რომ აი კიდე ჩამოყალიბდეს კიდე იდეალურია რა. ხო, ვის უნდა, ანუ კი, კარგი იქნებოდა ოდნავ ნაკრების სიძლიერის გუნდთან გვეთამაშა მეტი შანსი გვექნებოდა, მაგრამ გაზრდისთვის ესეც კარგია. დაღლაში იმას გულისხმობ უკვე მე რამდენად საკვალიფიკაციო ზედის ადრე იტალიაზე ვამბობ. ხო, და მე ევროპის ჩემპიონატის და ნუ რაღაცა ერთფეროვანი გახდა თითქოს, მაგრამ არა ყველა თამაშზე ესპანეთი ერთფეროვნებას ვერ გაჩვენებს. იმამ გააძრო ეხლა გამახსენდა იტალიაზე რა, ადრეო იტალიაო რა მართლა რამდენჯერ იმდენჯერ იყო რომ ფეხბურთელებს ბუტკები ჰქონდათ გახსნილი წელიწადზე, რა იმდენი ვიცი იმ დღეს გააცა. ეხლა რო იამალმა გახსნა იამალმა დახლი. მაისურების თავის ხელმოწერილი მაისურები იამალ ჯი და რა შემოდით. იამარ სპორტი. იამალ სპორტი. ის ბადმინტონი აი ეს Facebook-ზე წაკეთე. ვიდეოებს როდეს ბარსელონაში. აი ხა დინამოზე ვარ. ეს რაღაცებს ვაკეთებს. აი Wi-Fi გაჭედა. აი. ხო, ანუ ნახე, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველოდება. მე შენ არ ვიცი, მაგრამ მე თურქეთს ვერ ლოდები. თბილისში თურქები უნდა ჩა, რა ჩვენ მაგათმა გავუკეთეს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, რა დღეში ჩვენ ჩავყარეს. მე ვერ ლოდები, იმიტომ რომ ვაჩვენოთ ღირსეული ხალხი როგორ იქცევიან. ვაჩვენოთ რომ ღირსეული გულშემატკივრები სხვანაირად მოქმედებენ. ჰიმზე არ უსტვენ. ჰიმზე არ უსტვენ. დაგვიშვია ეს შეცდომა ვაღიარებ. მაგრამ ალბანეთთან ვაჩვენეთ რომ ჩვენ სხვა დონის ხალხი ვართ. აი ძალიან კაი. ეხაც უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ სხვა დონის გულშემატკივარი ვართ, გავჩუნდეთ, რავი, დავაცადოთ თავის იმის შესრულება, იმიტომ რომ ეს ეროვნული რაღაც არის, ეს არ არის ფეხბურთი და ბურთი, ესე რომ გავყოთ და ეს არის ეროვნული თემა და თურქებს მან ძალიან დიდი რაღაც შეეშალა ჩვენთან. მე ჩვენთან შეეშალა ჟურნალისტებთან თავზე, ანუ გახსოვს ლუდი გვასხეს და ჭიქები და ანუ ისე მაგრა დაგვეხმარნენ მაშინ ის სტაფი გერმანელების რა. კი, ჯიგრები. მათი ბრალიაო. ანუ იქ მარტივად რო გითხრათ, ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში თურქმა გულშემატკივარმა ქართული ჟურნალისტების მიმართ რაღაც ცოტა აგრესია გამოხატა, ოღონდ სრულიად უმიზედო. ჩვენთვის ვიყავით მოწყენილები, იმიტომ რომ გოლი გაგვივიდა და ამ დროს ნუ თურქებმა გამოხატეს ძალიან აგრესიულად თავის სიხარული და ერთჯერადი ჭიქები გადმოყარეს ასხავდნენ ჩვენი ტრიბუნის მიმართულებით და ეს უკვე ის მომენტია, როდესაც 2-1 გახდა ანგარიში და გვიგებენ რა. და არ იყო საერთოდ საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ მეორე გოლზე დაიწყო. კი, არ იყო საერთოდ ეგ მომენტი და ეგ აგრესია იქ საჭირო და რისთვის დაჭირდა თქვენ. მე ველოდები თურქეთს, მაგრამ ჩვენ ღირსეული პასუხი გავცეთ თამაშამდე. მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ თამაშამდე უეჭველი გავცეთ. აი შემდეგ თამაშზე თბილისში ჩვენ თუ მოდი ესე ვთქვა, ჩვენ თუ გვინდა რომ სოფლიო ჩემპიონატში გავიდეთ, თურქეთს ჩვენ აქ უნდა მოუგო. მაგრამ რთულია. რა თქმა უნდა, ანუ ვიზე საუბრობთ ხახო. ჩვენ რა, ეხა ესე ვიტყვი რა, ცოტა უხეშად ქართულ ფეხბურთის განვითარების დონე თუ არის აქ და ზოგადად ხო საუბრობთ რომ აკადემია არის საწყის ყველაფრის, კლუბებია, ქართული გუნდები თუ არიან აქ და აკადემიები, თურქული არის აქ. იმიტომ რომ იქ ბევრად უფრო უკეთესი მინდვრებია, დიდი ქვეყანა, მეტი მასობრიობა ქმნის ფეხბურთს, ხო? და დიდი ხანი აქვს დაწყებული ის, რაც ჩვენ რა ეხლა ვიწყებ. და აქედან გამომდინარეობს ის, რომ იმათ უფრო მეტი საშუალება აქვს იმის, რომ გვაჯობო. მაგრამ ჩვენ გვყავს სამაგიეროდ ძალიან ბევრი მაგარი ტალანტი, ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი, თან უკვე ეს ის მომენტი იქნება, როცა უფრო კარგ გუნდებში პრესეზონ გავლილები იქნებიან ჩვენი ბიჭები. ზაფხულზე მე პირადად რამდენიმე ტრანსფერსაც ველოდები. სერიოზულს და კარგს და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება და ნახოთ როგორ წავა. თურქეთი არის თამაში, რომელიც გადაწყვეტავს თბილისში თამაშს გულისხმობ, რომელიც გადაწყვეტავს ჩვენ ჯგუფიდან გავა თუ ვერ გავათ. რეალურად. თან ნახე, თან თურქეთის ნაკრებისთვის ჩვენ ოფიციალურ შეხვედრაში მოგება არ გვაქვს. ამხანაგური მოუგეთ ტოპ-მიოლერის დროს აქ ვიყავი სტადიონზე 1-0. დანარჩენი თბილისში გვახსოვს რაც დაგვემართა, მაშინ 5-2 და კატასტროფა იყო. მაშინ სამწუხაროდ შეკრული ნაკრები არ იყო რა, იყო ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ისე ინდივიდუალურად, მაგრამ ის აკლდა რა. ჟირესი იყო მწვრთნელი და ვერ შეძლო ალბათ რომ შეეკრა ის ნაკრები და წავაგე. ჩემთვის აი ეს თურქეთის ნაკრები რა ხარისხობრივად თამაშით
უტოლდება იმ თურქეთს 2002 წლის მსოფლიოზე რო იყო. ხო. ეხლა ნახე ევროპაზე მონტელამ რაც ათამაშა რა ახალი მისულია მაინც მონტელა მაშინ ახალი მისული იყო და ჯერ კიდე ძიების აი ახლა მე უყურე უნგრეთთან ორივე თამაშს უყურე. საერთოდ სხვა ნაკრებია კიდე და ძალიან გაზრდილები არიან ისინიც, ეგა ფაქტია. რა თქმა უნდა და თაობა ყავს ისეთი ხო, თქვა ის ახალგაზრდებით ნელ-ნელა უფრო გვინდები. ერთი რაც ყველაზე მეტად მახარებს, რომ ეს შემადგენლობაში რო ჩაიხედავენ ლივერპული, პარი სენ-ჟერმენი, სპორტინგი, უკვე ხო ხდები რა, იმედი დავიტოვოთ დავაკაკუნო, რომ დისკვალიფიკაცია სტადიონს არ მისცემენ დისკვალიფიკაციას, იმიტომ რომ მუმუს ველაპარაკე ამას წინათ გადაცემაში ყავდა და იმას და მე და ძალიან რთულად არის საქმე. ხა აპრილში 9 აპრილს უნდა გავიგოთ შედეგი რა. ძალიან რთულად არის საქმე. იქ დაირღვა თურმე ტრიბუნაზეც ძალიან ბევრი დარღვევა იყო. ტრიბუნისა მოედანზე გადასვლა, მერე მინდვრიდან ბოთლების სროლა და 3 მინიმუმ ისეთი ის არის, რა ქვია, გაფუჭებული საქმეა, ისეთი საქციელები ბევრი, რომ მაგის გამო შეიძლება კი არა და ველოდებით დასჯასო სერიოზულსო რა და ცარიელი ტრიბუნა თურქეთის წინააღმდეგ მე არ ვამბობ ხალხმალი დავყაროთ მაგრამ სად ეხლა რა თუნა ახალი არაფერი არ არის მაგაში რომ ტრიბუნა სავსე ინგრევა დინამო ახმაური და ჩამოდის თურქეთის ნაკრები რომელსაც თუ იმ ფორმით იმ ერთიანობით დაუხვდებით მე მგონია რომ თურქეთის სწორედ ის ნაკრებია რომელსაც აი ამით დაამარცხებ რა გრადუსი აი ბოლომდე აწეული ეს ემოციური ფონი არ უკვირთ ეგეთი საგიჟეთები თუ ფეხბურთელებს გარემო მაგრამ აი თუ თურქეთთან ჩვენ კარგად დავიწყეთ და მოვიგეთ მე მგონია რომ მე ჩემი ვარაუდი არის ეგეთი რა რომ ბულგარეთთან არ მიყვარს ეს წინასწარ ლაპარაკი მაგრამ ვიგებთ რა ეს ნაკრები არის მომგები უკვე გაიხსენე რა მოხდა ბულგარეთთან ხუთობზე თბილისში ვერ მოვიგეთ მაშინ ზუსტად ის პერიოდი იწყებოდა აი პირველ ნომრად თამაშს რამდენად იტვირთავდა საქართველოს ნაკრები ხრებს და მაშინ ვერ მოვიგეთ 0-0 თან რაღაც ვერ მობილიზდით მაშინ ავარია მოვიდათ ბულგარეთს რაღაცა რაღაცები დაემთხვა მართალი ხარ და მაშინ ცოტა ვერ მაგრამ არ წავაგეთ მოხდები აი ვერ მოსაგებ თამაშს არ ვაგებდით და არ ვაგებთ ეგ არის რაც პირველი და ყველაზე დასაფასებელი აქვს აი ამ ნაკრებს აი ამ ფორმაციის ნაკრებს და აი ბულგარეთთან შინდაგარეთ მგონია რომ მოვიგებთ დარწმუნებული ვარ მეცაც ვიტყვი რომ ბულგარეთთან 6 ქულა გვაქვს აი თურქეთთან უნდა ყველასთან უნდა ვიჭიდაოთ მაგრამ თურქეთთან ასაკუთრებით ცაუ ცოტა ცუდ ჩვენთვის ცუდ პროგნოზ გამოვა მგონია რომ თურქეთმა შეიძლება ესპანეთს თურქეთში ქულა წაართოს შეიძლება არ არის ანუ იმ ჯოჯოხეთში ავი ესპანეთს კი არა რავი ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება თამაში რა ჩვენს გაგვიჭირდება ყველას გაუჭირდება მაგრამ ისე ჯგუფებზეც რო ვთქვა კიდე ორი სტუდ აი კი არ უწუწუნებ გასაგებია რა და როგორ გინდა გავლად ადამიანს და მიაღწიო წარმატებას მაგრამ იყო რა ბევრად კაი ბევრი ვარიანტი იყო ბევრად ძალიან ბევრი კაი ჯგუფია რა რომ შეხედავ რომ იგივე ნიდერლანდები სადაც მოხდა აი მაგ ჯგუფში ჩვენ რო ვიყოთ ძალიან კარგი ჯგუფია ძალიან ბევრი აი ზოგი ხუთგუნდიანია ძალიან კარგი ჯგუფებია და ჩვენი არა წუწუნ გაზრი არ აქვს და გამოვიქეთ ამერიკის საგზურს ვიმსახურებთ მოდი ესე ვთქვა და მე ძალიან მინდა რომ მექსიკაში ვითამაშო აუ როგორ მინდა იქ მინდა ჩასვა აუ მე ჩემები არის ბიჭო რა ვქრა მოდი ეხა ნაკრების იგრურად გამტრიალდა ევროპის ჩემპიონატსაც სუკვილი გავკართ იმიტომ ჩვენთვის ისეთი მოგონებაა რომ რა დაგვაბერეთ სენიორში ნაგანად რა იყო ყველაზე მაგარი ევროპის ჩემპიონატზე შენთვის რა? ეგეც მოუყვით მაშინ. რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარი იმდენი თავგადასავალი ვნახეთ ჩვენ ერთად. ეგის შემთხვევაა, რომ აი ერთს ვერ გამოვყო, მაგრამ მოდი რა, იცი, სტადიონზე არ შევა. იმიტომ რომ ის კიდე ბიჭო აი ნეტა ვასაძეს აქვს და თქვა ნეტავიკ თეატრი არის, ნეტავიკ ფეხბურთი არის, ქართველებისთვის ნეტავიკ ფეხბურთი არის აი ეგ რაც სტადიონზე ხშირგნით სიგნალი დუნა პარკზე ჰამბურგზე შალკეს არის დედასვიცობდა შუათევა და ამერიკა გამახსენდა ნეტავიკ ფეხბურთი არის თუ არის ეგ არის მანამდე ეგ დამემართა მე ნეაპოლში ვიყავ ჩასული და მურალთან იმ ესპანეთის კვარტალში რომ ნახე მურალი აი მეთქი იქ საგიჟეთი ვაიმე რა ხდება მეთქი აი ესენი სხვაგან არის აუ ეს იქ არის ფაჯარა რო გაიღო და მარადონ ხალხ 80 წლის ბებოები არგენტინის მაიკები ჯოხებით გამოვიდნენ მარადონ რაღაც კიოდრენ იქ ტიპი იყო
უცებ ღრიალი მესმის ბიჭო კუთხეში გამიგრძელდა მაგრამ დაუბრუნდა ემას კუთხეში მეთქი რა სიცილი გავიხედე ბიჭო იუვენტუსის მაიკა აქვს დაგდებული და ბოდიში რა საავს რა მაისურს აი მე რა მერდა ზემოდან ჩემი საკმოხდი უცებ მოტოციკლეტმა გაიარა ბებოიჩდა 75 ნო კაცო ის ცოცხი გადაარტყა რა საკეთებს შეიდიოდა ასე მისერინოდი ქუჩაზე ზემოდან მტვერს გაყრიდა რა საკეთებ ალბათონო იქიდან უკვე ისეთი სახითაც ისეთი გვანანო რომ გეგურება რა ვიდრე ქუთაისურად დაგიყვირე ცოცხი გადმომა ბერთხა გადი გააფსი აქედან ხოხდები უკაცრავად ამ სიტყვებისთვის ხო და აი იგივე ამბავი მოხდა ოღონდ რა თქმა უნდა რა იგივე 100 ჯერ მაგარი ცრემლი წამომივიდა და ის ჩემთვის იქნება ერთადერთი დორტმუნდის ფანები რომ შარფებს ვიყრიდნენ ალღარო დაიწდა და მეთქი რამდენი ვართ ქართველები რომ მოდიოდა ქართველო გრა ესე დინარე მტკვარი გადავიტანეთ ხო რა მტკვრის არხი გადავსვით დორტმუნდში და ბაბუები აი დორტმუნდის ფანი იყო რა დამავიწყებს იმ კაცს აი ასაკოვანი კაცი იყო რამდენი აქვს მეთქი ამას ნანახი და შარფების ყრა და გვაჩუქეს და გაორგია და რაღაცაები და აი ეგ იყო ყველაზე მაგარი რომ ქართველმა იქ დორტმუნდში რა უნდა გააკვირვო კომაგობით რა რამდენი აქვს ნანახი მსვლელობა და ეს ჩვენ რო სხვანაირად მივიქციეთ ყურადღება და ისე შეუყვარდა და ისე დაინტერესდა ტიპები მოდიოდნენ საიდან გეორგი მიდი რა მოიგეთ თურქეთთან მატჩის წინ მიდი მოუგეთ რა მიდი რა ყველა აი ეგ იყო ჩემთვის ყველაზე მაგარი ეგ მსვლელობა იყო კიდევ მეორე რა ფეხბურთი ნეტავიქ თეატრი არის ვარიანტი ნეტავიქ ფეხბურთი არის თუ არის აი რაც ხდებოდა ის სხვა კუნძულია სენიორი ის არის რო შევედით სიგნალი დუნა პარკზე და ამათმა ბიჭო თურქების ფანება თურქია დაიწყო აი მე მეთქი მორჩა ერთმანეთს ლაპარაკი არ გვესმოდა გვერდიგვერდ ანუ რო საუბრობთ ვერ არ გვესმოდა და დამბურძგლა კიდე რო გავხედე და ჩვენი ფანები ნუ იმათთან შედარებით ცოტანი უკვე და აი ქართული დროშა როფლი აი ამას ბიჭო მე რა აი აკა მორჩილაძის სარიყოს და ძალიან მიყვარს აკა არის რაღაცეები რომ ვერ მოყვები რომ მოყვე სადღი გრძელო გამოვა და ხარისხს კარგავს და ცოტა წაიყალბებს და პათეტიური გამოდის რაღაცები უნდა წერო რა რომ აი დაწერილს რო კითხო რომ ბევრად სხვა არის რა აი რაღაცებს ვერ იტყვი და გამოდის რა რაღაცა ყალბად ჩემთვის მაგათად რა იყო ყველაზე მაგარი მომენტი გერმანიაში რა თურქეთის თამაში მორჩა და თუ გახსოვს ჰამბურგში უნდა გადავსულიყავთ მე საცხოვრებლად რა იქ იყო თამაში და მე და თაზო მოვდივართ მატარებით და აი როგორი დაღლილები იცი ფეხზე ვეღარ დგებით უკვე რა და ვარკოთ იქ რომ სადღაცა ლოქერში უნდა ჩავტოვოთ ჩემოდნები და რაღაც დავბივარ და მოვდივარ და თაზო მიყურებს და ბიჭო ვიღაც ბავშვები მოვიდნენ რა ზაკრების ფორმა რო დაინახეს და დროშაო შეიძლება თქვენ და ფოტო გადავიღოთ მეუნებიან რა ადგილობრივი ხო ვიღაც ადგილობრივი ბავშვები რა კიო ვერ მივხვდიო რატო უნდა და ხო და გადავიღეთ ამას ხო ყვებით ვიცინი ვარ რომ ანუ ახ საქართველოს რა მაგარი მე მატარებელში მივდივარ და გვერდზე ზის ვიღაც გერმანელი ბებო და ბაბუ ხო მიხდა რომ ანუ უცხო ქვეყნიდან ვიყავით და მე ადგა ეს ქალი და ანუ შემოვხედა რა პირისახით დაგვიდგა ესე და უკვე კითხება ქართველები ხართო და კი და მადლობაო რა და გავშერთით ხო და ვერ მივხვდით რატო გვეუბნებოდ მაგრამ ანუ მოვეწონეთ სახეზე რაღაცა ცდილობის ფაგლებში მათ იმაში ვერ მივხვდით რა გავაკეთეთ და რისთვის მე თქვი თქვენო რაცო ამ ევროპის ჩემპიონატს გერმანიაში ხალისი ჩამოიტანეთო ვენამე ვერ გააკეთაო რა ჯერ რატო ხართ ანუ უკვირდა ესე როგორ გიყვართ თქვენი ქვეყანა ყველა დროში დადიხართო ყველასა ზურგზე გაქვთო შემოხეული ჩაჭიდებულები ხართო ისე მიხსნიდა რომ მან მივხვდი რომ ხო მეთქი და ამას ვიღდგენდი უკვე კადრებს რა ის ჩემთვის იმდენად რუტინულ რაღაცებში გადავიდა იმ მომენტში რომ მეგონა რომ დინამოზე სიგნალები უნდა პარიზიკე დინამოზე შევდიოდი ის მივირბენდი სტადიონზე გამოვირბენდი წამოვიდა ის იმდენად რუტინაში გადამევიდა ვეღარ აღვიქვავდი რაღაც მომენტში და ამ ხალმა რომ ესე სიმართლის წინ დამაყენა მივხვდი რომ ვარა მაგარი ყოფილა მეთქი რასაც ვაკეთებ მე არ ვიცოდი ბრავო მაგარი ამბავია და ისე წყნარა ხალის შემოიტანეთ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე რა სანამ კიდევ ერთ თემაზე გადავალთ აუცილებლად ვთქვათ რომ
გამოიწერონ ჩვენი ახლა. რა თქმა უნდა, გამოიწერონ და კომენტარები, კი ბატონო, კი გჭირდება აუცილებლად თქვენი მხარდაჭერა და შეიძლება რაღაცა თქვა. კი. ის არის აქვე ხა ძალიან უცნაურად თან მე ვინც მიცნობს როგორი მსუნა გიცვარ ძალიან უცნაურად ჟღერს რომ უკვე სენიორმა მეორე კათხა გააქრო და მე ვზივარ აი აქ სავსე გაპილპილებული ბორომდე მიდგას და ყავას ვწრუპავ ყავა ძალიან მიყვარს მაგრამ რომ არა დიეტა სად მომისრო ღმერთო მე ხლა ამას და ამას გავაქრობდი საბოლოოდ რა ასე რომ რა ვქნა დიეტის ბრალია რომ ზედიზედ მეორე ყავას ვბრახულებ თორე აი ამას ეხა შეგაშურებ ნოდა რომ ძალიან გემრიელუდია. იმდეს ნუ იზავრო დავარ. კრაფტლუდია. აქ მოხარშულია რაც თავარია. და კაფილტრულის გავსინჯე უკვე და გავუფილტრავის და აი ზუსტად აქ ხდება ეგ ამბები და მადლობა ორტანას იმისთვის რომ გვიმასპინძლეს და წინ კარგი რაღაცები გველოდება ამ თემასთან და გიმილიანი სახეებით დაგხვდნენ მეგობრებო ეგ მე კი გირჩევთ ყველას რა თქმა უნდა ტიპი თუ გამარჯვებას არ ამბობს ტიპი თუ არ იღიმება რომ ელაპარაკებით ჩემთვის იქ თავდება სულ რომ რაულ გონსალეს ბლანკო იყოს ვინც მიცნობს ხვდებით რაული რა ხარისხია ჩემთვის ასე რომ ადიოს ეგეთი ხალხი კი ბატონო ახალგაზრდული ევროპა გველოდება წინ რა ბატონი რამას სვანაძის ხელმძღვანელობით ამ ბიჭებმა სასწაული ჩაიდინეს შეუძლებელი შეძლეს 9 თავიანი დრაკონი დაამარცხეს 10 მთა გადაიარეს მე-11 ტბა გადაცურეს და რა აი არ ვიცი რა გააკეთეს რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ რა სანიორის გამიცით რომ პრიორიტეტი ივნისში იქნება ახალგაზრდული ნაკრები და დაეთმობა ფეხბურთელები მათ აზაროვი გოგლიჩიძე ვისაც უწევს ლაცავი ხო ყველა იქ იქნება იმედია საზონოვიც მაგ პერიოდში გამოჯამთელდება და ნახოთ იქნება თუ არა არ ვიცით ეს შეწინასწარ ძალიან მაგარი რაღაცა ხდება რა წელი ევროპის ჩემპიონატის გარეშე აღარ გამოგდის უკვე მე-3 წელია ახალგაზრდული ეროვნული ისევ ახალგაზრდული ნახოთ შეიძლება 2026 წელს სოფლიო დავამატოთ უკვე და იმედი გვაქვს ისე მივდივართ რომ ტემპი კარგი აღებული ანუ ისე მივდივართ რომ უკვე შეგვიძლია ვთქვათ აი ცოტა ხანში უკვე ეს ლოგიკურია აი ის კი არა გავედით ხო ვაგა ო ლოგიკური აბა არ უნდა გასულიყო ხო ანუ ხორვატიისავით გავხდეთ რაღაცა მომენტში რა კარგი აი ხა ხორვატიაზე გამახსენდა რა ბოდიში რა შეგაწყვეტინა აი ზუსტად თან როგორც ეროვნული ნაკრები ევროპაზე ბერძნებთან მოგებით გავიდა სხვა გემო აქვს რა ხორვატიაში ხორვატიის დამარცხება თაობა მათ სუყავთ ყოველთვის რა თქმა უნდა და გავედით თან რა იბრძოლეს მათ უკვე მენტალობაზე ზედმეტია ლაპარაკი რა აი გემრიელობები მზადდება კი რაღაცას აკეთებენ განსაკუთრებულ გავედით ევროპის ჩემპიონატზე მაგარი რთული ჯგუფი შეგვხვდა ნუ იქ იმდენად ცოტა ნაკრებია უკვე 16 ნაკრებში იფიქრო რომ ეხა რაღაცა მარტივად გავძრე არ არის რა რთული ჯგუფია არის საფრანგეთი არის პორტუგალია არის პოლონეთი ნახოთ რა იქნება სიკვდილი ჯგუფი ვთქვათ ხო ანუ დაახლოებით ეს ორი ნაკრები უნდა გავიდეს ვიცით ამ ჯგუფიდან მაგრამ მიდი და აჯობე ხა საფრანგეთს რომელმაც შეიძლება დეზირე დუე წაიყვანოს ევროპის ჩემპიონატზე და პორტუგალიას აჯობე რომელმაც შეიძლება ნევეში წაიყვანოს რომელიც PSG-ში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ანუ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ აქაც რო იყვნენ რა შემადგენლობა იყო და აქაც კაციშვილი ვერ იფიქრებდა ეს შეურაცხყოფა სულ არ არის ჩვენი ფეხბურთელების და რამასვანაძეს აქედან დიდი სიყვარული და მოკითხვა და ნუ ეს ადამიანი ევროპაზე აქ მასპინძლები რო ვიყავით რო უყურებდი პირველი რაც მომაფიქრდა და რაც ვთქვი გადაცემაშიც რა და გავმეორდები თუ გინდა მეორე ნომრად ზუსტად სწორი თამაში დაალაგო რამასვანაძის ნაკრებს უნდა უღოთ ხო ვიძახდი იმ ევროპის ჩემპიონატზე მასპინძლები რო ვიყავთ მეორე ტაიმი არის მწვრთნელის ტაიმი ხო არის ეს გამოდი კიდევ ერთხელ დავწუნდი ამაშიც დამარწმუნა რამასვანაძე კი ბატონო რაც ჩაატარა აქ ეხლა ნახე მე კიდე რატო ვარ ბედნიერი როგორც შენ და ყველა ქართული ფეხბურთის კომანდა შეიქმნა სისტემა რა ნაკრების სისტემა როგორ გავსა რა ერთმანეთს ეროვნული დიდი ნაკრები როგორ გავიდა რა გზა განვლო და ახალგაზრდულის გზა ბოლო პერიოდის ხო გავს აი ვაკაჭრილი ვაშლივითო აი ზუსტად წინა მატჩები ლიდერებთან გრანდებთან წაგებული იყო მოგებული იყო ყველა ეს რეპეტიციასავით ხო შეიგეს და გამოიყენეს უკვე შემდეგ მატჩებში ისრაელთან 11 მეტრიანები ის გამოცდა ის ფსიქოლოგიური წნეხი და იმ ნაკრებიდან დღესაც ძალიან ბევრი არიან ხო ზურიკომ დაარტყა და მამარდა კარებში
ხო და პენლების სერია გავიდა რაღაცა რამდენიმე ხანი და პენლების სერიაში იგივე მთავარი მოქმედი პირები ვნახეთ. ანუ ეს ფსიქოლოგიური წნეხი გადალახული, ეს გზა გამილი, ეს გამოცდა ჩაბარებული. ეროვნულ ნაკრებში, ზოგადად ნაკრებებში ჩვენთან არის სისტემა, რაც ძალიან სწორად მუშაობს და ძალიან კარგი იყო ის, რაც მოხდა ევროპაზე, რომ სვანაძე შტაბში იყო, სანიორთან სამწუხარო შტაბში და ძალიან კაი გადაწყვეტილება იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ანუ ნაკრებები არიან ერთად. ჩვენ გვახსოვს, რომ იყო ცალ-ცალკე სამწუხაროდ. ეხლა არიან ერთად, ამან გამოიღო სისტემა, სადაც არის სისტემა, სადაც არის კონცეფცია. როდესაც გუნდებს ყველამ ვიცით რომ კლუბი იქნება, აი სამწუხაროდ კლუბებში ვერ ვხედავ ჯერ მაგას, მაგრამ ეგეც იქნება. როდესაც არსებობს კონცეფცია და ამ კონცეფციაზე არის აგებული ერთი ტაქტიკით უნდა თამაშობდეს თელი ფერგიუსონს კითხეს თავის წიგნში, ავტობიოგრაფიულ წიგნში, ერთხელ რომ კითხეს, რომ ინგლისი რატო ვერ აღწევს წარმატებასო და ნუ ჯერ პირველი ის უთხარიო რომ შეხედეთო ინგლისის ნაკრები გოლს რო იტანსო, ლივერპულელი ცალკე გარბისო, ეგ იმპერიოც ამბობს, მანჩესტერი ცალკე და მეორე და მთავარიო ყველა თქვენი ნაკრები თამაშობს სხვადასხვა სისტემით, სხვადასხვა სათამაშო სტილი და რანაირად გინდათ რომ შედეგი მიიღოთ, ერთი სისტემა უნდა იყოს და კარგია რომ ეს ყველაფერი ჩვენთან 21-ებში, 19-ებში კი ასაკობრივებში ზოგადად ერთად მუშაობს, ერთი დიდი აკადემიაა და ამან გამოიღო ეს შედეგი. ამზადებენ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში, ეგ არის ამბავი რა. მოვიდა სენიორი, მოვიდა მზა, უკვე всё, ჩვენთან არის მზა. იგივე ახალგაზრდა ნაკრებში რო არ თქვა გვარები არიან ფეხბურთელები, ვისაც ხვალ უკვე ველოდებით ეროვნულ ნაკრებში და საკმაოდ გამორჩეული კარგი ფეხბურთელები არიან ეს ბიჭები, ვისაც შეგვიძლია დავეყრდნოთ რაღაც მომენტში რა. და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რამაზ სვანაძე ამას უკეთებს ეროვნულს, რომ ამის ბირთვს აძლევს, საიდანაც მე ეს ყველაფერი მოდის უკვე და ივსება. ის დანაკრისები ამით ივსება რა. არ ვიცი ევროპის ჩემპიონატზე რა იქნება, რამდენად მოვახერხებთ წარმატების მიღწევას, თუმცა ჩვენ გვინახავს რთული ჯგუფი და როგორ გასულა ეს ახალგაზრდა. კი, გამოავლინეს ზუსტად ის ხასიათი, რაც ჭირდება მსგავს ჯგუფებს და მოგვიტანეს ის წარმატება, რომელიც საჭირო იყო რა. დავითაშვილის გოლი. და ხო, ანუ ეგ არის აი ნიდერლანდებთან იწყებს საიდან ანგრამესი, აი ეგ არის რა. შედის და მთელი საქართველო ესე რო უყურებ, რომ ბევრჯერ ჩავისინთქე და დაარტყი. უნდა იყოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის აი ქუდი რო გაკეთდება პრომოს რო ვამბობ, იმის ერთ-ერთი ეპიზოდი. კი ბატონო, ზუსტად ეგია. ერთხელ ჩემ ნაცნობს ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელიც წერდა ბეჭდურში, რას წერ მეთქი და აიო ვაფასეფო, იცი რა პერიოდი აი საქართველო კალათბურთში წავაგო გერმანიას, თან მე ის გერმანია კი ვნახეთ, რაც კნა. რას წერ მეთქი და ვაფასეფო გუნდურ სახეობებსო ჯერო და მერეო ინდივიდუალურსო წელი უნდა შევაჯამო რა და როგორ ფიქრობ მეთქი მივხვდი რაღაც ისე თქვა რომ რაღაც არ მომეწონა და როგორ აჯამებთ წარუმატებლად მე ვთხარი ნუ მომხედე ერთ წარმოვიდგე აი ბიჭო ნახე მე ვიღაცა რომ რაღაცას დაგიწერს მეთქი მე შენ თვითონ გაგიტყდება რომ რატომ მიწერს ამას რატო აფასებ მეთქი წარუმატებლად აი გამაგებინე მეთქი წეგან რა ერთი გაჩერება ქვეყანა ხარ დარჩენილი არ გივარგა შიდა ჩემპიონატი სამწუხაროდ ახლა კალათბურთში ხო არც ერთ სპორტში შეიხედები კალათბურთის დარბაზში მეთქი და ჩემპიონატი არ გივარგა ჩვენი კლუბები სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ახერხებენ უცხო გუნდები რო ჩამოდიან ეხლა დავიწყეთ რამდენი წელია რომ საკვალიფიკაციო ხო ჩემპიონატი არ გივარგა შეხედავ და ნაკრებში იმაში რა ქვია როგორი კალათბურთელები ეს კალათბურთელები ხეზე ხო არ ამოვიდა ვაშლი ხო არა რომ მოწყვიტა გაიზარდა სად გაიზარდა არ გაიზარდა ესპანეთში ასე ქვია შერმადის ლამის მეტანიებს უკეთებენ ოგიო და გიშდებიან რამდენი ახლა რო შენგელია იტალიაში უამრავ ხო არ გავყავ ამ პატარა ქვეყანას მეთქი ბიჭო კალათბურთში რო შეხედე ყველა წამყვან ჩემპიონატშია და NBA გინდა ის გინდა და ქართველი საიდან ესე იგი ნიჭი გაქვს შეხედი ამ კუთხით მეთქი რა წააგე გერმანიას და რომელიც წავიდა და გადაჯერდა ყველაფერი ხო რა თქმა იმ გერმანია ბერერა გერმანიას წააგე ყველაზე ცუდთან წაგეგო იქ ხო ხარ კაპო ვერდესთან წაგეგო ხო ხარ იქ გასული იქ ხო მიხვედი როგორ გახვედი ნაკრები რომელსაც ჩემპიონატი არ გივარგა რაღაცაზე დამყარებული ხო ეს ბიჭები მართლა საიდან გაიზარდა ფეხბურთი აიღე იგივე სიტუაციაა იგივე სამწუხაროდ ჩვენი ჩემპიონატის სამწუხაროდ ვიძახი კიდევ იმედია რაღაცა გამოსწორდება ვერ ვახერხებთ ევროთასებზე რა არის შემაჯამებელი არის ევროთასი ხო ეხა იქ რო გახვალ მე იტყვი რომ არა კაი გუნდი
იქ ვერ გადიხარ და ევროპის ჩემპიონატზე ალაპარაკებ იმას, რა ქვია, მადლობას გიხდის ნახევარი გერმანია და ფანობით თამაში დაბრუნდით და საქართველოს ვერ დააბრუნებდნენ იმას, კვარადონას ეძახიან და იმას ეძახიან და იმ მურალზე მარადონას იმაში თაყვანცემენ კვარაცხელი, ანუ რაზეულაპარაკ ხალხი, რომლებიც მარადონასაც მოესწრნენ. მარტო ახალგაზრდებზე. ანუ მარადონას მე ერთადერთი ტიპი იყო კვარა ვიზეც ეგრე საუბრობდა. და ვინც დახატეს კედელზე იქ. მე რომ ნახე, ახლა ოსიმენი და ისინი როგორც სურათი ჩარჩოთი რა, ბევრია, ჰამშიკიც არის, რა თქმა უნდა, მე მგონი. ისინი ეხა ისინი იქნება. არიან, ოღონდ სხვათა შორის ისინი ვერ ნახე რამდენადაც უცხოური აღმოჩნდა. ხო და ჰამშიკი ეს ოსიმენი და ტიპები რამდენიმე ესე არიან ჩარჩოთი რა. მაგრამ კედელზე აი კედელზე მოხატული გრაფიკი არის ხა დიეგო და ქვემოთ პატარაზე არის კვარადონა და კვარა და ხა ეგ პატივი გეგო რაღა არის შედალოცვილო წარუმატებელი ქვეყანა სადაც არაფერი არ გაქვს შიდა ჩემპიონატის სამწუხაროდ ეზრდი აქ ვერაძლევ იმას რომ აქ ხო ამას კიდე ცალკე გადაცემა დაჭრება ამ თემაზე რომ პროსტ უბრალოდ რა არის რომ წდება რა იცი გული რაზე წდება რომ კი არ უღრმავდები ზედაპირზე გადახდა ესპანეთი ვარ, გერმანია ვარ, საფრანგეთი ვარო, ის რა ქვია, პირობიდან დორტმუნდი ან ბაიერნი ჯგუფში ჩარჩა და ტრაგედიაა. ისინი იტყვიან, ბუნდესლიგის მოგება იმათვის არაფერი არ არის. ხო, ის ჩვეულებრივი პონტია რა. შეხედე რა გაქვს და რას აკეთებ. ნიჭი გაქვს დაბერტყილი, ნიჭი გაქვს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თქვა რომ კვარაცხელია ფინეთში ვერ დაიბადება. კვარაცხელია ლატვიაში, იმიტომ რომ კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას. შენ კიდე რატო გეძახდნენ პატარა ურუგვაის რა? აქ ადრე რომ რაღაცა კიდე სხვა გაქვს დაბერტყილი შემოქმედისგან რომ შენ საფეხბურთო ქვეყანა ხარ ნიჭით და ეხლა მარილი მოაყარე რა ამ ნიჭს და მიიღებ აი ესეთ გემრიელობას რომელსაც ხედავთ რომელსაც დავტრიალებ ქორივით ესე კარგი ნუ და მოდი დავამთავროთ მე წინა სპორტზე საუბარი მადლობა შენთვის რომ ჩვენთან ერთად იყავი აქვე აუცილებლად მეგობრებო ლაივის YouTube არხი იქნება აღწერაში გამოიწერეთ მაგარი ხალხი არიან ბატონ დიმა ჩემგან დიდი მოკითხვა ძალიან დიდ პატივს ვცემ და არ დამოვიწყებ არასდროს მაშინ როცა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის ვემზადებოდით როგორი კარგი საუბარი გქონდა როგორი კარგი ინტერვიუ გამოვიდა და მადლობა ძალიან დიდი მას ვაბრაზებთ ერთმანეთს მაგრამ ჯიგარი ხო რა თქმა უნდა მადლობა შენ იმისთვის რომ პირველ რიგში კარგი მეგობარი ხარ პირველ რიგში ამიგოს ტყუილად არ გიძახი მე ამ სიტყვებს ესე კონა აჩაურად არ ვყიდი რა ამიგო და სენიორ მე ყველა მიცის რომ კაი ხალხს ვეძახი მარტო სენიორს მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ერთად იყავი მადლობა ორტანას იმისთვის რომ გვიმასპინძლა ეს საოცარი ლუდი გაგვასინჯა და მადლობა შენ თვალს თვალია ის კაცი არის თვალი იმიტომ რომ აკეთებს და ამ გარემოს მადლობა და ჩვენ ვთქვით რა რაღაცა პერიოდის მერე აქ მოვალ შენ რომ დაამთავრებ ამ დიეტას დავამთავრებ აქედან უნდა გამიტანო შენ არ არის პრობლემა გპირდები რომ ეს აუცილებლად ესე მოხდეს გენაცვალე აბა მადლობა და დიდი მადლობა თქვენ კარგად და ხო ორტანას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიმასპინძლა და შევხვდებით აუცილებლად არ დაგავიწყდეთ გამოწერა და ლაიქება კომენტარის დაწერა და ასე შემდეგ წარმატებები კარგად